ჩვენიერი დღე გვაქვს დღეს უფლისგან, მადლობა ღმერთს აი ამ მადლისთვის, აი ამ სიკეთისთვის. მოდით პეტრეს სიტყვების თანახმად ასეთი რაღაც გავაკეთოთ. პეტრემ თქვა, რომ შეხსენებით თუ ვიწვეო თქვენში გამოღვიძებას. მეორე პეტრეს წერილში ამბობს, რომ მე უკვე უნდა წავიდე და ჩემი წასვლის დრო დადგა. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გავაკეთო. წასვლის წინ, გარდაცვალების წინ პეტრე ამბობს, ამისათვის მუდამ შეგახსენებთ ამის შესახებ, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში. ხოლო სწორად მივიჩნევ თქვენს გამოღვიძებას შეხსენებით, ვიდრე ამ სადგომში ვიმყოფები. რამე თუ ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო, ჩემი სადგომი უნდა გარდავიცვალო, ამ სხეულიდან გავიდე, პავლემ თქვა და როგორც გამომიცხადა კიდე ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ვეცდებიო, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამის შესახებ. იცით არის გახსენება, რომელიც ისევ გაცოცხლებს რწმენაში. თუ გქონიათ რომელიმე ქადაგება მოგისმენია და მე ან ჩაწერილს მოусმინე და თითქოს ახლიდან გაცოცხლებს. ახლიდან თითქოს ეს პირველად კი არ მოისმინე, მაგრამ გამოცოცხლებას და გამოღვიძებას ახდენს ისევ შენში. ისე რომ სკოლაშიც მასწავლებელი გვეუბნებოდა ხოლმე შეხსენება ცოდნის დედაა. გახსენება ცოდნის დედაა და ჩვენც მოდით გავიხსენოთ წინამსახურებაზე რა საკითხს ვეხებოდით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი რაღაცას აშენებს, თუნდაც ფიზიკურად, სულიერად, ცხოვრებაში რაღაცა ურთიერთობები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ცოდნა არის საჭირო. სტალინმა თქვა ასეთ სიტყვები, თუმცა ალბათ ვიღაცისაგან აიღო სტალინმა, იმიტომ რომ სტალინის სიტყვა ალბათ მოიხსენებენ ამას, რომ იცოდეო, უნდა ისწავლო. თუ გინდა რომ ააშენო, უნდა იცოდე და რომ იცოდე, უნდა ისწავლო. ჩვენ ცხოვრებაში სულიერი სახლის მშენებლობაზე დგას დღეს ლაპარაკი. როგორ ვაშენებ ჩემს სულიერ სახლს? იმისათვის, რომ ჩემი სულიერი სახლი ავაშენო და მე სულში კარგად ვიყო და ეშმაკი არ შემოდიოდეს და არ ამღროვდეს ჩემ ქრისტიანულ ცხოვრებას და არ მიინგრევდეს შინაგან სამყაროს, ერთი რაღაც უნდა გავაკეთო. მე უნდა ვისწავლო, როგორ ავაშენო ჩემი სულიერი სახლი. ხალხი ცდილობს და მე მინახავს ბევრი ადამიანი. შეიძინეს ქონება, თავი დააკლეს ზედ რაღაც და ვერ რუგებენ ერთმანეთს და მე იმ ქონებას ვეღარ ყოფენ ხოლმე. ვეღარ იყოფენ იმ ქონებას იმის გამო, რომ შინაგანი სახლი არ ააშენეს სწორად. შინაგანი მდგომარეობა არ ქონდათ გასწორებული და შემდეგ როცა გადიან ცხოვრებისეულ გამოცდებს ძალიან მძიმე და რთულ განსაცდელებში უწევთ გავლა. ჩვენ აქ იმისათვის ვიკრიბებით, რომ ავაშენოთ ჩვენი სულიერი სახლი. ქრისტე მოიყვანა მაგალითი ორ ადამიანზე, გონიერზე და უგუნურზე. ეს არის მათეს სახარებაში და როცა სახლებში ვიქნებით, ყურადღება მიაქცეთ, იმიტომ რომ ქრისტე ასწავლიდა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სიტყვებს არაფრად არ მიიჩნევენ. ეხლა ქრისტემ თქვა 2000 წლის წინ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და ქრისტე ამბობს, რომ მე ორ ადამიანს გაჩვენებთ. ის ვინც ჩემს სიტყვას იცავს და ავტორიტეტად მიიჩნევს და ის ვინც არაფრად თulis ჩემს ნათქვამს და არაფრად მიიჩნევს. რა მოხდება მათ ცხოვრებაში? ამიტომ 24 მოხლი, მათეს მე-7 თავის 24 მოხლი, მე მგონი ჩვენებიც მიგوانიშნებენ და გვაჩვენებენ იქ. ამიტომ ყოველში გულისხმების შენს ჩემო კარგო, გინდა თუ არ გინდა. ქრისტემ როცა ეს სიტყვა თქვა, იცოდეთ რომ ქრისტეს სიტყვები ჭეშმარიტია და შენ რომ თქვა რომ აიცი რა მე არ ვეთანხმები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი დაუთანხმებლობა უფრო ჭეშმარიტი და მართალია, ვიდრე ქრისტემ რაც თქვა. სიტყვა ყოველში გულისხმება ყველა, ვინც ისმის ამ ჩემს სიტყვებს და სიტყვებს და ასრულებს მათ. ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე აიშენა. ანუ უფლის სიტყვით ცხოვრო, უფლის ნებას ვემორჩილები და კლდეზე ავაშენე ჩემი სახლი. მოვიდა წვიმა, ეს არის ალეგორია, როცა ცხოვრებისეული სირთულეები ხდება, მოვიდა წვიმა, გადმოვიდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენო ამ სახლს და ის არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი, აქ კიდევ ყველა იგულისხმება, ვინც ისმის ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს,
რომელსაც თავის დაუფრო ჭკვიანი გონია სინამდვილეში უგუნურია, რომელსაც ქვიშაზე აიშენა თავის სახლი. მოვიდა წვიმა, ცხოვრებისეული სირთულები, გადმოვიდნენ მდინარეები და მოვარდნენ ქარები და ეკვეთა ამ სახლს და ის დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. ცით რაში მჭირდება სულიერი სახლის მშენებლობა? გარეგნულად გავიპრანჭვარჯობია? ესე ცუდად გამოიყურები? იცით ბიბლია საერთოდ არ უყურებს ადამიანს გარეგნულად როგორ გამოიყურება. ბიბლია ადამიანს უყურებს შინაგან სამყაროში რა ხდება, როგორი არის შენი ფიქრები, როგორი არის შენი მიზნები, როგორი არის შენი მოტივები, როგორი არის შენი რწმენა, ხედვები და ასე შემდეგ. შინაგანი სამყარო ადამიანის გაშიშვლებულია ღმერთის წინაშე. ამიტომ სულიერი სახლის მშენებლობა ზუსტად ეს არის, როცა პიროვნება იწყებს და ამბობს მე ყველაფერს ღმერთის სიტყვის თანახმად და უფლის სიტყვის თანახმად გავაკეთებ. როგორც უფალი მასწავლის, აი ისე ცხოვრობ, ისე მოვიქცევი, ისე გავაკეთებ და დააკვირდით. ასეთმა კაცმა, ვინც ისმეს ჩემს სიტყვებს და ასრულებსო მათ, რა გააკეთა? კლდეზე ააშენა თავის სახლი. ანუ თვითონ ძალიან მყარად დგას, იმიტომ რომ ცხოვრობს ასე. ამ გაგებით უყურებს ყველა საკითხს და თავის ცხოვრებას მართავს ასე. რა მოხდა? აუცილებლად იქნება სირთულეები. ამოვარდა ქარები, გადმოვიდნენ მდინარეები, მოვიდა წვიმა და ასე შემდეგ და ეკვეთაო ამ სახლს. ბევრი ამბობს, მე ისეთი რაღაც შემხვდა ცხოვრებაში. ბევრი მოდის და მე პასტორ, მე ისეთი რაღაც თავგადას, მე იმხელა პრობლემის თავი ვერ შევიკავე და იცი მე არ მინდა რომ თავი ვიტყო, მე არ შემიძლია ადამიანს მოусმინო და უფლის სიტყვას არ მოусმინო. მე უფლის სიტყვა მეუბნა თუ რატომ დაეცა ეს ადამიანი. იმიტომ კი არ დაეცა რომ ქარი ამოვარდა, წვიმა მოვიდა და მდინარეები გადმოვიდნენ. ვიღაცა ყავს ისეთი ოჯახის წევრია თუ ვიღაცა რომელმაც რაღაცა აკადრა სამსახურში თუ სადღაც და აი მას დაენგრა ყველაფერი და მთელი სულიერობა მისი განადგურდა. ქრისტემ თქვა, მიზეზი არც ოჯახის წევრია, არც მეგობარი, არც თანამშრომელი, არც მეზობელი და არც ნათესავი და ასე შემდეგ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა. მიზეზი დაცემის თუ რატო დაეცაო ესო, ისმეს ჩემს სიტყვებს და არ იცავს. არ ასრულებს. და დაეცაო და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. აქ ბევრი რამ იგულისხმება და ძალიან გთხოვთ, მოდით, როცა ვისმენთ სიტყვას და დღეს როცა გვაქვს შესაძლებლობა რომ უფლის სიტყვა თავისუფლდება, ყურადღებით იყავ სულიერი სახლის მშენებლობის აგურები მოაგროვე. აიღე აზრები და ჩაიდე გულში და ეს სიტყვა დაგჭირდება სამომავლოდ რომ დადგე რწმენით, მტკიცე და რომ მოვა დიდი სირთულეები და ცხოვრებისეული გამოწვევები და დადგები რაღაცა განსაცდელების წინ. შენ შეგეძლება ყველაფერს უპასუხო რწმენით და უპასუხო ისე როგორც უფლის სიტყვამს დაწერილია და მე ვაკეთებ ამას ასე. დაწერილია და არ დაიახსრულდეს ის ყველაფერი რაც უფალმა თქვა. მოდით ამ მსახურებაზე რაც ვილაპარაკე ის მინდა გავიხსენოთ. ბიბლია ამბობს რომ ღმერთი რომელიც არის უხილავი რეალურ ურთიერთობას გვთავაზობს ჩვენ. და რომელი ფორმით და რომელი გზით ის სულია ბიბლია ამას ღმერთი სულია და თაყვანისმცემლები თაყვანს უნდა სცემდნენ მას სულთა ჭეშმარიტებით. იოანეს მეოთხე თავის 23-24 მუხლებია. ღმერთი სულია და სულთან ვერ გექნება შენ ურთიერთობა ფიზიკურად. ზამო შეხვდეთ სადმეს, ფიზიკურად შეხვდეთ სადმეს, რაღაცა ტერიტორია მონიშნეთ, ადგილი, მოდი ამ ადგილზე შეხვდეთ. ღმერთი ადამიანის შინაგან სამყაროსთან აშენებს ურთიერთობას. ამიტომ ის სიტყვის აზრით მოდის ჩვენთან და უნდა რომ ჩვენ ცხოვრებაში კორექტირებად შეიტანოს, რწმენად შეიტანოს, ყველაფერი შეიტანოს და გეუბნებო, ყველაფერი რაც ჩვენ შორის ურთიერთობით იქნება, უნდა იყოს რწმენით. რწმენით უნდა მიიღო ჩემი სიტყვა, რწმენით უნდა დამემორჩილო, რწმენით დატოვა აბრაამმა თავისი ქვეყანა და გაყვა ღმერთს, რწმენით თქვა უარი მოსემ, რწმენა, ყველაფერში უნდა იყოს რწმენა. ჩვენ რო დგევართ აქ და კი არ მღერი ვართ, გალობთ და ვიცით რომ ბიბლია ამბობს რომ ჩვენი ბაგიდან აღსარებელ ბაგეთა კეთილსურნელების ნაყოფი ადის ღმერთთან.
რწმენ დაინახეთ თქვენ რომ ღმერთთან როგორ ადიოდა ფიზიკურად შეხედეთ როგორ ადიოდა ზემოთ აი ეს კეთილსურნელების აღსავლენი გინახიათ ღმერთმა იმისაც რომ წარმოსახვა სწორად ჩამოგვიყალიბდეს ისრაელში მოაწყო ტაძარი და ამ ტაძარში სოლომონის ტაძარშიც იგივე იყო გარეეზო ხორცს ნიშნავს ჩვენსა სხეულს ნიშნავს გარეეზოდან იყო მერე წმინდაი და იყო წმინდათა წმინდაი სადაც კრეცაბმელი იყო გაბმული წმინდაი ნიშნავს მშვინვას სადაც ბევრი ცვალებადობები ხდება მშვინვა და ხოლო წმინდათა წმინდაიში არის სული როგორ უნდა წამოხვიდე ხორციდან იმოძრაო რომ მოხვიდე ფიზიკურად ჯერ ფიზიკურად მოხვიდე მერე განეწყო მშვინვაში რომ შენთან დასწრებაში უნდა შეხვიდე ღმერთი არის წმინდათა წმინდაიში ყველა მიცოდა რომ ღმერთი არც გარეეზოში იყო არც წმინდაიში არ იყო წმინდათა წმინდაიში იყო ღმერთი და ადამიანს შეეძლო წმინდათა წმინდაიში შესვლა იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე რაღაცას გააკეთებდა ერთი რაღაც იყო წმინდათა წმინდაიში შესვლის წინ ღმერთმა დაადგმევინა და ეს იყო აღსავლენი გარეეზოში იყო მსხვერპლები სამსხვერპლები იყო ცოდვებისათვის მოქონდათ მსხვერპლები ინანიებდნენ ადამიანები წვავდნენ ამ სამსხვერპლოს მაგრამ წმინდათა წმინდაიში შესვლის წინ ადამიანებს რაღაცა მოქონდათ იქ და ესე ბოლი აზდიოდა აი ამას ფიზიკურად ჩანდა რომ ეს იყო კეთილსურნელების აღსავლენი ღმერთთან ღმერთი ითხოვდა კეთილსურნელების აღსავლას ფიზიკურად თუ გინდა ჩემთან დასწრება შემოსვლა უნდა დაინახო ჩემი სიკეთეები და უნდა ადიდო უფალი 99 ფსალმში წერია შედით მის ეზოებში ხოდბის შესხმით ქებადიდებ და რომ რწმენით აკეთებ ამას მოძრაობ სულში და შედიხარ ღმერთთან თანდასწრებაში ყველაფერს რაც რწმენით არა აქვს და რწმენა არა აქვს საფუძვლად ბიბლია ამბობს რომალთა 14:23 ყველაფერი რაც რწმენით არაა ცოდვაა ზოგი დგასდა რწმენას კი არ ცდილობს რომ მოუმატოს რომ მე ახლა მინდა რომ რწმენით ვიგალობო მე საერთოდ ცდილობ ხოლმე როცა ვგალობ თვალებს ხოჭავ იმიტომ რომ ღმერთს ველაპარაკები ღმერთთან მომაქვს აღსავლენი მინდა რომ ფოკუსირება არ გადავიდეს არც ნათურებზე არც ჯვარზე არც მე არ ვიცი ანგელოზებზე არც მგალობლებზე გააკეთე ყველაფერი ფოკუსირება შენი მოახდინო შენ სიტყვებზე რომ ღმერთო მე შენ გელაპარაკები და ღმერთი ღებულობს ადამიანთაგან მსხვერპლს რწმენით ბიბლია ამბობს რომ რაც რწმენით არა ყველაფერი ცოდვაა გალობაც შეიძლება ცოდვა იყოს ლოცვაც შეიძლება ცოდვა იყოს ქადაგებაც შეიძლება იყოს ცოდვა და ნებისმიერი სიკეთე რომელსაც ჩვენ გავაკეთებ და არ რწმენით შეიძლება იყოს ცოდვა ამიტომ რწმენა არის მამოძრავებელი ძალა რომელიც გვაძლევს საშუალებას და ვიცით რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისათვის სათნოდ ყოფნა ღმერთი თუ გინდა რომ გაიცნო შეგიძლია რწმენით გაიცნო მარტო რწმენითი ურთიერთობასთან რწმენით შეძლო ღმერთთან შენი ფიქრები შენი სურვილები ერთი შენი ოცნებები მოიტანოთ ღმერთო შენ ყველაფერს ხედავ მე მახსოვს ჩემი ლოცვები ღმერთთან რწმენით აღვლენილი და ღმერთი მახსენებს რომ იმ ადგილებსაც კი როცა ჩვენ შეხება გქონდა რომ მე თითქოს შენთვის ბუტუბუტებ და ვინ გისმენს ახლა მაგრამ როცა რწმენა არის რწმენა შეუძლია მესამე ცაზე აგიყვანოს და ღმერთთან შეგახვედროს რწმენით ყველაფერია შესაძლებელი ყველა პრობლემის დაძლევაა შესაძლებელი მთების გადაადგილება შეიძლება რწმენით ზებუნებრივი გამოვლინებების გამოვლინებაა შესაძლებელი რწმენა არის საშუალება რომელიც აძლევს ადამიანს იმის უნარსა და შესაძლებლობას რაც ფიზიკურად შეუძლებელია შესაძლებელი გახდეს ღმერთის ზებუნებრივი მოსვლით ოღონდ რწმენის გზით სიტყვა პატარა არის მაგრამ რწმენა ეს ისეთი რაღაცა რომ მას კიდევ ვიმეორებ შეუძლია რაც ჯერ ადამიანებს თვალს არ უნახავს ყურს არ სმენი ადამიანებს გულზე ფიქრად არ მოსვლია ის ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ნახოს
ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს, როგორც თომაზე ვილაპარაკე, თომა ურწმუნო კი არ, მორწმუნე იყავი. როცა მორწმუნე ხარ, ამბობ რომ მე მწამს ღმერთის, რომელიც ყოვლის შემძლეა და რწმენის მეშვეობით ჩემს ცხოვრებაში ზებუნებრივად გამოვლინდება, ზებუნებრივად ჩაერთვება, ზებუნებრივ დამოწმებითა და ნიშნებით მოვა. დღეს მე მინდა ვილაპარაკო მეორე სიტყვაზე რწმენასთან ერთად. გახსოვდეს რომ რწმენა არის ფუნდამენტი იმისა, რაც ჩვენ სულიერ ქრისტიანულ ცხოვრებაში შეიძლება რომ მოვიდეს. თუ რწმენა გაქვს, მაშინ შენ შეგიძლია და შეუძლებელი არ არის. აქ საუბარი იყო რომ მორწმუნისთვის ყველაფერია შესაძლებელი და მე კი არა ვარ ყოვლის შემძლე. ის არის ჩემში და პავლე ამბობს, ყოველივე ძალმიცო ჩემი გამაძლიერებლის მეშვეობით. ღმერთი ადამიანს აძლიერებს რწმენით. იცით, ბევრი გამოწვევების წინ მდგარ ვარ მეც და რწმენით ღმერთი შინაგანად კარნახობს, გაძლევს სიტყვას და გეძლევა იმხელა, აი თითქოს შენ თავში ხო გაქვს შენი გაბარიტებისა თუ აი ამხელა ვარ და ეს შემიძლია. არა, როცა რწმენა მოდის, შენ დიდი ჩახ, შენ თავს ვეღარ აღიქვა, თითქოს გაიზარდე ფიზიკურადაც კი და ეხლა შეუძლებ ყველაფერს. ეს ჩემთვის არაფერი არ არის. მე ამ ყველაფერს გავივლი, გადავლახავ და გამარჯვებას დავდებ. სათაშორის იამ რაც ილაპარაკა აქ რომ ჩვენ გვეყოლება სტუმარი, შეგიძლიათ საოჯახო ჯგუფებშიც გააზიაროთ, ვინც სრული კარგად იცით, ეს მიუზიკლი დაიდო უკვე და მე ჩემ 12-ში გავაზიარე და შეგიძლიათ ყველამ ნახოთ. ეს ქალბატონი დედაკაცის სისხლდენით. ეს არის რწმენის, აი აფეთქება, რომ უყურებ ამას და ნახავ, იქ არის ძალიან საინტერესო სიტყვები, რომ მის ტანისამოს თუ შევეხებიო, თავის გულში ამბობდა. რწმენა რო ქონდა, გულში ამბობდა, რაც არ უნდა მჭირდეს, 12 წელია, ყველაფერი დახარჯაო წერია, ყველა ექიმი, ყველა ვექილი გაიარა. ამ ქალმა რაც კი ქონება გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, არაფერი არ შველის. იცი, კარგი ექიმია, აი მას უშველა, აი აქ ის კვდებოდა და გამოაცოცხლა. ეს ქალი წავიდა იქა, წავიდა 12 წელი, ეს არ არის 12 კვირა და 12 დღე. ყველგან დადიოდა. ყველა საშუალებას იყენებდა. არაფერი არ შველის. 12 წელი სისხლდენით. ეს მიუზიკლი ძალიან ღრმა მიუზიკლია და სახში ვინც ვისაც გაქვს, ჩემი ძმა მეუბნეოდა რომ მე ტელევიზორში შემაქვს ხოლმეო ისო და ტელევიზორში გადამაქვს და იქ უყურებ. დაჯექი და გულდასმით მოусმინეთ რომ ყურადღება არ ეფანტებოდა საკეთიქით. მე იქ რო ვიყავით, რომ ჩავედით რიგაში, როცა მიუზიკლს პრეზენტაცია იყო, მთელი აი ამ პროცესის მანძილზე სუტიროდი. და რომ ჩემს რწმენას ეხებოდა და აღვიძებდა. სად არის შენი რწმენა ქრისტე დაავადა მოციქულებს? უფალო შენ არ გენაღლება რომ ჩვენ ვიძირებით. ქრისტე წამოდგა და უთხრა სად არის თქვენი რწმენა? მცირედ მორწმუნენა. ყოველთვის ქრისტე ამხელდა და ეუბნებოდა რა ცუდია რომ ღმერთში ეჭვგეპარებათ, რა ცუდია რომ ღმერთს ვერ ერწმუნებით ბოლომდე, რა ცუდია რომ ღმერთს ვერდებთ იმედებს და თქვენი რწმენა მალევე ქრება. მაგრამ ეს ქალი ამბობდა რომ გამოისმინა ქადაგება რომ ქრისტე ქადაგებდა. ვერ მივიდა მასთან, ვერ სთხოვა ხელი დამადე, ილოცე, გამკურნე, თავის გულში ამბობდა ისეთი რწმენა ქონდა. ისეთი რწმენა, თუ მის ტანისამოს მაინც შევეხები, მის ტანისამოს მაინც რო შევეხო, განვიკურნებიო და უკნიდან მივიდა, ჩუმად ხელი მოკიდა ტანსაცმლის ბოლოს ასე და იკურნება. რწმენა ეს არის ზებუნებრივი ღმერთის ამას არც წესი აქვს, არც ფორმა. ვერ გეტყვენა ესე გააკეთე და ეს გექნება. არა, ზოგჯერ შენს გულში ისმენ ღმერთისგან სიტყვას. ასე გააკეთე. ასე იცხოვრე, აქეთ წადი, ის მოიმოქმედე და მიდიხარ და აკეთებ ასე და რწმენით სასაულებს ღებულობ ღმერთისგან. ეხლა მე მინდა ვილაპარაკო ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვაზე. რომ ყველა ჩვენგანს გვახსოვდეს და ვიცოდეთ რომ რწმენა ეს ზოგადად რწმენა კი არ არის. რწმენა ღმერთისადმი. არა ღმერთისა, რომ ღმერთი არსებობს. ბევრს წამს რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ არ სწამს ღმერთის.
და ამასთანავე ჩემთვის დავდივარ და ამ თემაზე რომ ვფიქრობდი რომ ეს თემა უნდა მელაპარაკა, ღმერთი მიმანიშნებდა და მაჩვენებდა რომ ძალიან ბევრ ჩვენგანს სჭირდება რწმენის გადამოწმება, იმიტომ რომ ვიცი არ ნიშნავს მწამს. რა კი ვიცი საკითხები ან მომისმენი ამ საკითხების ირგვლივ სულ არ ნიშნავს რომ მწამს და თუ მწამს, მაშინ მე სულ სხვაგვარად აღვიქვავდი საკუთარ თავსაც, საკუთარ ცხოვრებასაც და ყველაფერს. ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს რომ ყველაფერი რწმენით. პავლე მოციქული ეკლესიას მოუწოდებს და ეუბნება, რომ გიყურებთ ყველა თქვენგანში როდია რწმენა. არიან ადამიანები, რომ არა აქვთ რწმენა. იმიტომ რომ რწმენა რო ყოფილიყო გამოვლინებაც იქნებოდა. დამოწმებაც იქნებოდა. ღმერთის გამოვლინება აუცილებლად რეალური იქნებოდა. რა პრობლემის წინ გიხარ, ჩემო ძვირფასო, მითხარი, რა პრობლემის წინ გიხარ? ერთადერთი რამ რაც შენს წინ დგას, ეს არის შენზე ძლიერი, მაგრამ არა ღმერთზე ძლიერი. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ მე შენთან აღთქმაში შემოვდივარ და რწმენით შენ შეგიძლია ძლიო მას. რწმენით შენ შეგიძლია გაიმარჯვო. რწმენით გოლიათზე რო ახსენებდა წეღანია, გოლიათის დამარცხებაც შეიძლება ფიზიკურად და რეალურად და ლოგიკურად და გონურულად და ჭკვიანურად გოლიათს ვერავინ ვერ დაამარცხებდა, იმიტომ რომ 3 და 60 იყო სიმაღლე. ჯავშან აი ტანკივით იყო შემოსილი რკინით მთლიანად. ამ რკინისკაც რა უნდა უქნას პატარა ბიჭმა? ვერაფერს ვერ უძავს. იმიტომ რომ ტანკს იმიტომ აქვს ამხელა რკინები გარშემო, რომ ტყვია რო ხვდება ის ისხლიტავს ამ ტყვია და ის იმდენად ნაوارჯიშები და ნაომარი იყო თვითონ. ვერავინ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ რწმენით დავითმა შეუძლებელი შეძლო. ფიზიკურად ყველა სინჯავდა თავის ძალებს, რომ გავიდოდა თუ არა გოლიათთან. ვერავინ ვერ გავიდა. საულიც კი ასე წერია. საული ერთი თავით მაღალი იყო ისრაელიანებზე, მაგარი მებრძოლი კაცი იყო. რომ ვერ გაბედა, იმიტომ არ ჯდებოდა ლოგიკაში. მაგრამ დავითმა თქვა, მე ასე არ მიომია. მე სხვანაირად მერწმენით ვიცი ბრძოლის მოგება. როცა ღმერთი ჩემთან არის, როცა ადრენალინი გამოიყოფა, როცა ღმერთი ეშვება და მაძლევს ძალას, შეუძლებელი შესაძლებელი ხდება. და ღმერთს უნდა ძალიან რომ ჩვენ ვერ წმუნოთ ღმერთს და უთხრათ ღმერთო მომეცი ფორმა და სტრატეგია. მასწავლე ბრძოლა, მასწავლე ომი და გამარჯვებები ამა თუ იმ სიტუაციაში და მოიგროვე შენი გამოცდილების აი ეს რიცხვი რაღაცნაირად როცა შემდეგში დადგები კიდევ გამოწვევების წინ თუ კი ღმერთი ასე გამარჯვება დავითმა თქვა ასე მამარჯვებინებდა ღმერთი დათვზეც და ლომზეცო სხვა დროსაც ასე ვიმარჯვებდი და არც ეს არ იქნება პრობლემა რომ ვერ გავიმარჯვო და ვერ ვძლიო ახლა ყველაფერზე მამარჯვებინებდა ღმერთი და არც ეს წინა დაუცველი ფილისტიმელი არ იქნება დაუძლეველი იმიტომ რომ ღმერთმა რწმენაში გამავარჯიშემ ყველაზე მთავარი რაც მინდა დღეს გითხრათ მეორე სიტყვა და იმახსოვრე მადლი დღეს მე მადლზე უნდა ვილაპარაკო მადლი სიტყვა ნიშნავს არაფერი ჩემგან ყველაფერი მისგან მე არაფერს ვაკეთებ მადლი სიტყვა ნიშნავს ყველაფრის მიღება შეგიძლია უსასყიდლოდ უფასურ რაღაცებს კი არ მიიღებ ყველაზე ძვირფას რაღაცებს მიიღებ მადლით რას ნიშნავს მადლით მადლი სიტყვა ნიშნავს რომ ღმერთმა გადაწყვიტა ბევრს ვერ შეუძლია ერწმუნოს ეს რომ ღმერთმა გადაწყვიტა არაფერი არ მინდა თქვენი გაკეთებული მე ყველაფერს მოგცემთ უსასყიდლოდ მადლით რა მწამს მე მწამს მადლის როცა ირწმუნებ მადლისას მადლის მწამს მე რა არის მადლის მწამს მწამს რომ ღმერთი ჩემ ხარეზე გადმოვიდა და ღმერთი ჩემ ხარეზეა და მეუბნება მე არაფერი შენში ცუდი რაც კი შეიძლება რომ შენ დაინახო ან სხვამ დაინახოს ვერაფერს ვერ ხედავ მე შენში ცუდს მე მიგიღე შენ როგორიც ხარ და ნახეთ კორინთელთა წერილში მეორე კორინთელთა წერილი არის ძალიან ეს უნდა გქონდეს საფუძვლად მადლის რწმენის მიმართ მეორე კორინთელთა მეხუთე თავი პავლე მოციქული უხსნის და ეუბნება რომ ჩვენში ბევრი ნაკლის მიუხედავად ღმერთმა გადაწყვიტა და ნახეთ როგორ წერია
მე 18 მუხლიდან წავიკითხე. ყოველივე არის ღმერთისაგან, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეში. თვითონ შეგვირიგა და ყველა ფასი თვითონ გადაიხადა. ქრისტეს მეშვეობით და მოქცა შერიგების სიტყვაო. იმიტომ რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება და არ ჩაუთვალაო მათი დანაშაულებანი და ნაკლები და პრობლემები არ ჩაუთვალა და მოქცა შერიგების სიტყვაო. მაშა სადამე ქრისტეს სახელით წარგზავნილები, ვითომ ღმერთი შეგაგონებთო, ჩვენის მეშვეობით ქრისტეს სახელით შეურიგდით ღმერთსო. ის ვინც ცოდვა არ იცოდა, ცოდვა გახდა ჩვენს გამო. არ გითვლის ღმერთი რამდენი ნაკლი გაქვს და შენ რას წარმოადგენ. ღმერთს უნდა ერთი რაღაც, რაც მე დღეს მინდა დაგანახოთ. გამოიხედე ჩემი სიკეთისკენ და არა შენი ნაკლოვანებებისკენ. ჩვენს რწმენას კლავს ჩვენი სისუსტეები. რომ მე არ ვარ ღირსი და ღმერთმა თქვა, ეს კარგია, როცა არ უყურებ საკუთარ თავს და უყურებ ჩემს ყოვლის შემძლეობის სიდიადეს და გეუბნევი. მე შენთვის ვარ. მე შენსკენ ვარ. მე მწამს მადლის ნიშნავს, რომ ყველა სიკეთე, რაც კი ღმერთს გააჩნია, ყველა სიკეთე, რაც კი ღმერთს აქვს, მას უნდა რომ მოიტანოს ჩემ ცხოვრებაში. იმდენად ცოტა ხანი ვცხოვრობთ ამ მიწაზე. იმდენად ცოტა დრო გვაქვს მოცემული, რომ ღმერთს არ ენანება თავისი სიკეთეები მოგცეს ჩვენ და გაგვიზიაროს და მოიტანოს. მხოლოდ რწმენაა საჭირო მადლის მიმართ. უნდა ირწმუნო მადლი, რა გავაკეთო, ბევრი ამბობს, რა გავაკეთო რომ მივიღო. აი როცა ასე სვავს საკითხს, ვერაფერს ვერ გააკეთებ რომ მიიღო. გამკეთებლებმა ვერაფერი ვერ მიიღეს. თუნდაც ჯულის დაცვით, თუნდაც წესების დაცვით. ალოგიკური არის ზუსტად რწმენა და ალოგიკური ადამიანებისაც გაუგებარია. არაფერი გავაკეთო და ღმერთისგან ყველაფერს მივიღებ. ამენ. ადამიანები ფიქრობენ, ეს სულელური რაღაც არის. ეს რაღაცა არ არის ჭკვიანური. წინამსახურებაზე მელაპარაკე, რომ ჭკვიანი და მშვინიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის. მისმინეთ. ღმერთი ისე გველაპარაკება, რომ ჭკვიანი ადამიანები ვერ ხვდებიან. ღმერთი იმ ფორმას ირჩევს ურთიერთობის, ადამიანების უბნელდება თვალებში. მაგრამ ქრისტემ თქვა, მამაო, შენ ეს დააფარე ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადა ჩვილებს. პირველი კორინთელთა 2:8-ში წერია, რომ ვერ შეიცნეს წუთისოფლის მთავრებმა. ქრისტე ვერ იცნეს, ვერ გაიგეს მისი გზაკვალი და მისი არსი და ის, რასაც ისაკეთებდა. იმდენად უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ ძალიან ძნელად გასაგები იყო ადამიანებისთვის. თორემ რომ შეეცნოთო, ჯვარს არ აცმევდნენ დიდების უფალსა. დღესაც ასეა, რომ ვერ შეიცნეს იგი ბიბლია პირდაპირ ამბობს. პირველი იოანეს მე-13 მეორე მუხლებში წერია, რომ საყვარელო ნახეთ რაოდენ დიდი სიყვარული მოგცა ღმერთმა, რომ გვერქვას დავიყოთ ღმერთს შვილები. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, იმიტომ რომ მათ ვერ შეიცნეს იგია. ის რომ ვერ შეიცნეს ღმერთი, ჩვენც იმიტომ არ გვიცნობენ მის შვილებს და ეს დაფარულია მათთა თვალთაგან. როგორც ქრისტე ლოცულობდა იერუსალიმზე, ო იერუსალიმ, იერუსალიმ, დამხოცო წინასწარმეტყველთა და გამდევნელო მრავალი ღმერთის წარგზავნილისა. მონახულების დღე ვერ შეიცანე შენ და ეხლა ყველაფერი გრჩება ოხრათო. რასაც ღმერთი აკეთებს, მისმინეთ, არაფერი არ იქნება დედამიწაზე, რომ შენ დაიმსახურებ და ღმერთი მოგცემს. მისმინეთ ყურადღებით, თუ რაღაცას უნდა გაეკცე ცოდვასავით. გაეკეცი იმ დარწმუნებულობას, რომ მე კარგი ვარ და ღმერთი მომცემს. ეს არის ისეთი რამ, როგორც უფრო მეტად კარგი ვხდები და ვწმუნდები, რომ მე კარგი ვარ და ღმერთი მომცემს, მე მტერი ვხდები ღმერთის. იმიტომ რომ ბიბლია პირდაპირ ამბობს, თუ წავიკითხავთ რომაელთა მერვე თავს, მე-5 მე-6 მე-7 მუხლებს წერია, ხორციელი ფიქრებია ზუსტად ეს, როცა ადამიანი ფიქრობს, მე კარგი ვარ და ღმერთი მომცემს, ღმერთი მაკურთხებს, ღმერთი დამლოცავს, ღმერთი აუცილებლად მოვა ჩემთან და ჩემს გასაჭირში, ჩემს გვერდით დადგება. იმიტომ რომ მე კარგი მსახური ვარ, იმიტომ რომ მე კარგი მიძღვნილი ჭურჭელი ვარ, იმიტომ რომ ღმერთი ხედავს ჩემს შრომას და ღმერთი ვალდებული არის თითქოს მოვიდეს და უპასუხოს. მაგრამ ბიბლია ამბობს, ღმერთი უფრო გშორდება ამ დროს. იმიტომ რომ ყველაფერი
როგორც რწმენით არის, ისე მადლით. მე მწამს არა ჩემი სიკარგის, არამედ მე რომ მადლი რომელიც მივიღე ღმერთისაგან ფუჭი არ იყო ჩემთვის, ღმერთი ამის გამო მადლს კიდევ უფრო მეც მიგზავნის. და კიდევ უფრო მეტი მადლი იქნება ჩემს ცხოვრებაში, კიდევ უფრო მეტი მადლი იქნება, იმიტომ რომ ბიბლია ამბობს. მე ახლა მუხლებს გეტყვით ჩქარჩქარა. რომელთა 16-20 ამბობს, მალე თქვენს ფეხქვეშ შემუსრავს ღმერთი სატანას. მაგრები ხარ და იმიტომ ყოველივე შემიძლია, მე მაგარი ვარ და შევძლებ ამას გავაკეთებ, არა. უფალი იესო ქრისტეს მადლი თქვენთანა, ამინ. პავლე მოციქული, 1 კორინთელთა 15:10. რაც ვარ ღმერთის მადლი თუ არა. პავლეს არ უთქვია, მე განათლებული ვარ, გამარიელის ფეხებთან გაზრდილი, იუდეველი იუდეულთაგანი, ასეთი და ასეთი. პავლეს არც ერთი არ დაუსახელებია კარგი, რომ ის რომ მე განათლება მივიღე, ის რომ მე იუდეველი რომის მოქალაქე იყო პავლე და რომის მოქალაქე რო გამხდარიყო პიროვნება, ძალიან დიდი პატივი იყო და როგორ თუ სცემეს პავლე და როგორ თუ შეეხნენ პავლემ თქვა, მე რომის მოქალაქეობის გამო რომ შეეხეთ რომის მოქალაქეს და დამარტყით, ამის გამო პასუხს გაგებინებთ. სასამართლოზე როცა კეისრის სამსჯავრო მოითხოვა. მაგრამ პავლე ამბობს, არც რომის მოქალაქეობა, არც გამალიელის ფეხებთან გაზრდილობა, არც იუდეველი იუდეელთაგანი რო ვარ და ძალიან წმინდად ვიცავდი ჩემს გზებს, ყველაფერს რასაც მე თვლიდი რამედ, ნაგვად მიმაჩნიავ ახლა ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ამის გამო არ მოდის ღმერთი რომ მოგცეს სიკეთე. იმიტომ რომ ერთი ჭეშმარიტება არსებობს, ღმერთია ჭეშმარიტი და ყველა ადამიანი ცრუ. არავის არ შეუძლია ისეთი კარგი იყოს, რომ ღმერთის ყურადღება მიიპყროს. ჩვენ წერილებს როცა ვკითხულობთ რომელთა მესამე თავს, პავლე მოციქული უხსნის და ეუბნა ხალხო, ნუ ღარ თამაშობთ კარგის როლს. ქრისტე ამხელდა და ეუბნეოდა, როგორ შეგიძლიათ სიკეთის ქმნა, როცა ბოროტები ხართ. როცა ცოდვა ცხოვრობს ჩვენში, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილები. როცა ჭაბუკი მივიდა ქრისტესთან უთხრა, მდიდარი იყო ეს ბიჭი და ქრისტეს უთხრა, კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნეს სიცოცხლე დავიმკვიდრო? ქრისტემ უთხრა, არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა ღმერთისა. დაიმახსოვრ, შენ არ ხარ კეთილი. არც მე არ ვარ კეთილი, მაგრამ თუ კეთილი ღმერთი გამომიყენებს მე ჩადებს ჩემში სურვილს, რომ ჩემი მეშვეობით სიკეთე გააკეთოს, მე მინდა რომ ის გამდიდდეს და ჩემში დაინახონ მისი ჭურჭელი, ვინც მე გამომიყენა, რადგან ღმერთია კეთილი და არავინ არ არის კეთილი გარდა ერთისა ღმერთისა. შეხედეთ რომელთა მესამე თავი. მე-11 მხოლოდ ვკითხულობ. როგორც წერიაო, არ არის მართალი, არც ერთი. არ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთსო. ყველანი გზას ასდნენ, არავინ გამოდგება, არავინ არის სიკეთის მქრდელი. არ არის არც ერთი. მათი ხორხი ღია სამარხიაო, ენები ცრუობენ, მათი ბაგეები ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლითა და გესლით არის სავსე, მათი ფეხები სწრაფნი არიან სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზაზე და მშვიდობის გზა არ იციან. მათ თვალწინ ღვთისშიში არ არის. ვიზე ლაპარაკობს? ყველა ადამიანზე, რომლებიც სჯულმა გამოავლინა და წესებმა გამოავლინა. ხოლო ჩვენ ვიცნობ, რასაც სჯული და წესები ამბობს, სჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს და დაიხშოს ყველას პირი და მთელი მსოფლიო ბრალდებული გახდეს ღმერთის წინაშე. იმიტომ რომ სჯულის საქმეები და რაიმე კეთილის კეთებით ვერც ერთი ხორციელი ვერც გამართლდება და ვერც ვერანაირ სიკეთეს მიიღებს ღმერთისაგან. ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცა შევეხოთ, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე მოდის და ხვალ ჩვენ ველოდებით დიდ კურთხევებს ღმერთისაგან. მაგრამ ხელის შემშლელი და ბოროტი რამ ეს არის, მე ღმერთი დამლოცავს, მე ღმერთი მაკურთხებს, ღმერთი უპასუხებს ჩემს სათხოვარსა და ჩემს ლოცვებს. ღმერთი პასუხობს მხოლოდ მადლით. მადლი კიდე ნიშნავს არაფრის გამკეთებელს უკეთებს ღმერთი ყველაფერს. აძლევს ყველაფერს და ჩვენ ზუსტად ერთი რამ რაც უნდა გვესმოდეს და რაც უნდა ვიცოდეთ. მე უნდა მივიღო ყველაფერი მადლით.
იცით რა რთული არის მადლის მიღება და მადლით მიღება. ჩემი ცოდვილი ბუნება მკარნახობს და მეუბნე რომ შენ გეკუთვნის, შენ შეგიძლია რომ მიიღო. შენ ღირსი ხარ რომ გქონდეს. შენ ცხოვრებაში შეიძლება და უნდა მოვიდეს კიდეც, იმიტომ რომ ღმერთი თითქოს უნდა ხედავდეს ჩვენს სიკეთეებს და ასეთ შემთხვევაში ასე ფიქრები, ასეთი დამოკიდებულება ბიბლია ამბობს რომ მტრობა ღმერთის მიმართ. ხოლო სულიერი ფიქრები წერია მშვიდობა ღმერთის მიმართ. როცა იცი რომ აი აქ ჩამოთვლილი და რაც მე წავიკითხე რომ მალთა წერილში, ყველაფერი გვეუბნება რომ ჩვენ ცუდები ვარ და ღმერთია მარტო კეთილი და ღმერთია მარტო ყველა სიკეთის მომცემი, მაშინ მორწმუნემ უნდა იყუყუროს ასე. მე დაცემული ვარ და ღმერთმა შემიწყალა. არ ჩამითვალა არაფერი და მეუბნა ყველაფერს მოგცემ მე, მაგრამ იცოდე რომ დამსახურების გამო კი არ. იმის გამო რომ მე კეთილი ვარ შენს მიმართ და რა იმის გამო რომ შენ დაიმსახურეს. ყველაფერს მოგცემ. მასთან ერთად ყველაფერს გვაძლევს წერია. ყველაფერი გვაძლევა მადლით. მადლით. მინდა რომ ადგილები, საზეპირო მუხლები გვაქვს ჩვენ რომ ეფესელთა მეორე თავის როგორ? მერვე მუხლი. ეფესელთა 2:8. მადლით ხართ გადარჩენილები. იცით თქვენ რა კარგი ადამიანები იყავით რომ ღმერთმა გადაგარჩინა. იმიტომ რომ შენაირი ადამიანი არ შეიძლება დაკარგული იყო, ბავშვობიდანვე კეთილი იყავ შენ. ბევრი ასე უყურებს საკუთარ თავს და ღმერთს კარგავს თავის ცხოვრებაში. არა, მადლით ხართ გადარჩენილები. მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. რომ ვირწმუნე რა, მადლი ვირწმუნე და არა კარგი რომ ვარ იმის გამო მივიღე მე ბევრი მეუბნება, შენ რომ ბავშვობაშიც აი ჩანდი ორი ცოტა სხვანაირი იყავი და მე არ ვიცი ვინ როგორი ჩანდა და ვინ როგორია. მე ადრე მეც ავდექი და შევჭამე ეს რომ ჩემზე კარგად მივიღე ეს და შევჭამე ეს ტყუილი და მახსოვს მეთქი მოხუცებს როგორ ეხმარებოდი ბავშვობაში ჩანთების გადატანაში. ნუ რა ხან ესეთი კარგი ვიყავი, ღმერთმაც არ დამკარგა. მისვენეთ ეს არის მტრობა ღმერთის მიმართ. ღმერთი თუ რაღაცას იძლევა ადამიანის ცხოვრებაში, მადლით. მე გადარჩენა მივიღე არა იმიტომ რომ ჩემში რაღაცა კარგი დაინახა ღმერთმა. ბიბლია პირდაპირ ამბობს, მადლით ხართ გადარჩენილები. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და არაო ეს თქვენგან ღმერთის ნიჭი, ქართულში ნიჭი წერია, მაგრამ ეს არის ეს ღმერთის საჩუქარია შენთვის რომ გადარჩე. რომ გადაგარჩინა ღმერთმა, არა საქმეებით, არა კარგი კაცობით, რათა არავინ დაიკვეხნოს. არა საქმეებით, არა იმის გამო რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, არამედ ღმერთი რომ გამოჩნდეს, თუ როგორი არავინ რო არ მიაქცევდა ყურადღებას, არაფრად რომ არ ღირდით და ღმერთი დიდებული და ყოვლისშემძლე ასეთი განსაკუთრებულობით გვეუბნება, მე შენ გიგზავნი ახლა რწმენის მეშვეობით მადლით შეგიძლია მიიღო ყველაფერი. მადლით ხართ გადარჩენილები როგორ? რწმენის მეშვეობით. მოდი ყველამ ერთად ვაღიაროთ მე მწამს მადლის. რაცა ამას გაიმეორებ შენში და ხშირად დიტყვი, მე მწამს მადლის. იცით მეორე კორინთელთა მე-13 თავის მე-13 მოხს პავლე მოციქული როგორ ამთავრებს. მეორე კორინთელთა 13:13. ოუფალ იესო ქრისტეს მადლი. კორინთელებს ემშვიდობება და ეუბნება. ოუფალ იესო ქრისტეს მადლი. ღმერთის სიყვარული და სულიწმინდის ზიარება ყველა ჩვენთაგანს. ამინ. ოუფალ იესო ქრისტეს მადლი. რა გჭირდება ცხოვრებაში? შეგიძლია კარგად მოიქცევ რაღაცა მიიღო, არა, ჯობია რომ რწმენით დადგე და თქვა ღმერთო, მე ვიცი, რომ მე ვერაფერს ვერ მივიღებ. მაგრამ მადლით და რწმენით ყველაფერი შემიძლია მივიღო. რისი რწმენით და რისი მადლით? მე უყურებ ღმერთს, რომელიც იმდენად დიდებულია, მთელი სამყარო მის დიდია და ზელაპარაკობს. დრაუდენ დიდია უფალი და მან მითხრა, ყველაფერს მოგცემ, ჩემი სიკეთით, ოღონდ მიღება შეძლო რწმენით. ყველაფერს. ოღონდ თუ შენ დაუპირისპირდები ჩემ მადლს, მადლი შეიძლება გაჩერდეს. როგორ შეიძლება გაჩერდეს მადლი? როცა იტყვი რომ შენ კარგი ხარ. იცით, ბევრი ამბობს, იაკობის წერილი, ნახეთ. იაკობის წერილი
იმ ამ პარტაუნობაზე, რომელზეც ბიბლია ლაპარაკობს, ზოგს ჩვეულებრივ სიამაყეზე გადააქვთ ხოლმე ადამიანურ სიამაყეზე და არა დაახსოვს სხვა რაღაცას ამბობს წერილი. იაკობის მეოთხე თავის მეხუთე მუხლი. ან და გგონიათ, რომ ამაოთ ამბობს წერილი, დაშურებით წადია ჩვენში დაავანებულ სულს. რაღაცა უნდა ძალიან გააკეთოს სულმა ჩვენში და მოიტანოს რაღაცა, მოგვამზადოს რაღაცისთვის. ამიტომ მეტ მადლსაც იძლევა ღმერთი და ბევრი სიკეთეები აქვს კიდევ გამზადებული. და ამბობს ღმერთი. ღმერთი ამ პარტაუნებს, რომლებიც ამბობდნენ, დიახ, ჩვენ კარგად ვსახურობდით, დიახ, ჩვენ ბევრი გაგვიკეთებია და დიახ, ღმერთმა ჩვენ მოგცა ეს ყველაფერი და დიახ, ჩვენ გვექნება ყველა სიკეთე. არა, ეს არის ამ პარტაუნობა, ეს არის რომ თითქოს მივიღეთ რაიმე როგორღაც ჩვენი დამსახურებით. მეტ მადლსაც უნდა ღმერთმა რომ გამოამთავისუფლოს. დაშურებით წადია ჩვენში დაავანებულ სულს, რომ ბევრი მადლი მოუვიდეს და ბევრი სიკეთე მაგრამ რა უშლის ხელს? ამ პარტავნობა, რომ ჩემი მიძღვნილი ცხოვრება ღმერთმა, ჩემი მიძღვნილი ცხოვრება, თორემ ღმერთი არაფერი არ არის. ღმერთი ჩემი მიძღვნილ ცხოვრებას აკურთხებს. მე რომ კარგი ვარ, მე რომ იცით, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა მიძღვნილები ვართ, ღმერთს მადლობას ვეუბნებით მადლზე, რომ უფრო მეტი მადლი გამონთავისუფლდეს და არა იმიტომ მოდის სიკეთე, რომ მე კარგი ვარ და ან კარგი გავხდი. პავლემ თქვა, მისი მადლიო არ იყო ფუჭი ჩემზე, მე ყველაზე მეტ შრომობდიო და რაცა ვარ ღმერთის მადლი თუ არ? 1 კორინთელთა 15:10. რაც ვარ მისი მადლი თუ არ? ჩემო ძვირფასებო, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ეს იმდენად საფიქრალია, მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრე, მე მწამს მადლის. ღმერთო, როგორ შენ მიმიღე მე როგორიც ვარ და ყველანაირი სიკეთე გინდა რომ მოიტანო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი ამ პარტავნობა შეიძლება აღმოჩნდეს მადლის ჩაკეტვის მიზეზი და მეტი მადლის განთავისუფლებაც გინდა, მაგრამ შესაძლებლობა არ გეძლევა. თუ დამდაბლდებით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, ის აგვამაღლებს ჩვენ თავის დროზე. 1 პეტრეს მეხუთე თავის მეშვიდე მუხლი. მეექვსე და მეშვიდე მუხლები. დამდაბლდით მეექვსე მუხლში წერია ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ და ის აგამაღლებთ თქვენ თავის დროზე. მოდი დამდაბლდეთ ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ და ვთქვათ ღმერთო, მე როგორც ქრისტიანი ვთქვა, ერთი პატარა სიმაღლის მომატება არ შეგიძლიათ საკუთარ თავზე. საკუთარ სიცოცხლეზე არაფერზე არ გაგვთ გარანტია. ყველაფერი ღმერთით არის, მისით სუნთქავთ, მისით ცოცხლობ და უარსებობთ. და თუ ყველაფერი ღმერთით არის, მაშინ მე მთელი ჩემი ფოკუსირება გადამაქვს, რომ ღმერთო მე შენ გიყურებ და მე ამისაგან გაოცებული ვარ. რაოდენ დიდებული ხარ და მოსავ მე შენი სიდიადით და მაოცებ და მართლის მადიდებლად მხდიმე, რომ მე უყურებ როგორ შემიყვარე. როგორ ამტკიცებ შენ სიყვარულს ჩემდამი, რომ არ მთავრდება მადლი მადლზე მოდის კიდევ. მოდით შევხედოთ. ყველას მინდა გითხრათ, რომ ეს მუხლები, რომელსაც ახლა მე ვკითხულობ, ეს არის ფუნდამენტი ჩვენი რწმენისა და სჯულში და მადლში ვასწავლეთ ხოლმე ამას, მაგრამ იოანეს 1:17-ში წერია, სჯულიო და წესები და კანონები მოსეს მიერ მოვიდა, მე 17 მუხლი. ხოლო მადლი და სიკეთე ღმერთისგან და ყველა კურთხევები, რაც ღმერთმა გაამზადა ჩვენთვის, მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. საიდან მოდის შენ ცხოვრებაში სიკეთენი? მადლით. უფალი იესო ქრისტეს მადლი, უფალი იესო ქრისტეს სიკეთე, რომელიც ჩვენ ცხოვრებაზე გვევლინება და გვეძლევა. ერთი მუხლიც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც ახლა უნდა წავიკითხო. პავლე მოციქული ამს, რომ ბევრი არ ღებულობს მადლს, ვერ ღებულობს მადლს და ისევ შეკითხვას ვავს. რა უნდა გავაკეთო კაცნო ზმანო რომ მივიღო? მიათეთი მოიტანე. მივიღებ მერე? ხუთშაბათს მიიღებ ბოლოში. ხუთშაბათს 0-ს მიიღებ. სანამ მადლს არ ირწმუნებ, მადლიდან მოდის ყველაფერი. მიათედი ეს მორჩილება არის ღმერთის მიმართ, მაგრამ სიკეთე ღმერთისგან მხოლოდ მადლით მოდის. ყველა სიკეთენი რაც ცხოვრებაში გვეძლევა მადლით. ჩემ შვილებს რაღაცა კურთხევა ჰქონდათ
და მეორე მეუბნა, და უნდათ რომ გაჭამო ზოგჯერ რაღაცა, შენ რომ მიძღვნილი ხარ, შენ რომ ემსახურები ღმერთს, აი ეკაცამს ბევრ ლოცულობ ხოლმე შვილებისთვის და რა თქმა უნდა ეს კარგია, დედის ლოცვებზე დადის ეკა ყოველთვის, მეც მინდა რომ ემსახურო ღმერთს ერთგვარად და ამის გამო ღმერთი გვაძლევს, ხო? პასუხი არის არა. ღმერთი თავისი სიკეთის გამო გვაძლევს და ამის გამო ვარ ჩვენც მლოცველებიც მერე, ამის გამო ვარ ჩვენ მიძღვნილებიც, ამის გამო ვართ ისეთები, რაც ვართ მერე, ღმერთის მადლით ვართ. ჩვენ კი არ ვართ კარგები, მადლი არის კარგი, რომელმაც კარგები გავხადა. ძალიან საინტერესო და ძვირფასი მუხლი. რომელთა 5:17. ვინაიდან თუ ერთის დანაშაულით სიკვდილის უფევდაო, ანუ ეშმაკმა გათიშა და ცოდვამ და ადამმა გათიშა ღმერთთან ურთიერთობა. მით უმეტეს ისინიო, თუ ერთმა მოახერხა ადამმა და მთელი კაცობრიობა დაგვაშორა ღმერთს. მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს. საიდან მოდის მადლი? იესო ქრისტესაგან. რას მიიღებენო? მოუმატებენ რომ კარგები ვიყოთ, რომ ღმერთმა გადმოვხედოს არა. იმდენად ალოგიკური არის ეს, რომ კარგი კი არ უნდა ვიყო, მორწმუნე უნდა ვიყო მადლის. ვინც მიიღებენ მადლსო და გამართლების ნიჭს საჩუქარს ღმერთისგან, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით. მადლი, რომელიც ღმერთისგან გამოდის, გეუბნევა არაფრის გამო, ყველაფერს გაძლევ. იმის გამო რომ რწმენა გაქვს რომ მე შენ მხარეზე ვარ და მე შენ მიყვარ ხარ და მე შენი ღმერთი ვარ. ბევრს არ სამს ამის. რა გავაკეთო რომ ღმერთს თავი მოვაწონო? როგორ მოვიქცე? არ უნდა იცოდეთ. რა თქმა უნდა ჩვენ როცა მადლის ქვეშ ვართ, ღმერთი გვასწავლის მერე და მადლი გვასწავლის რომ არც უნდა ვცოდოთ და არც ავყიეთ წრეში არ უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანები ფიქრობენ, ჩემი კარგობით ღმერთის ყურადღებას მოვიხვეჭ და ვილოცებ მე ამ ფორმით, იმ ფორმით, ასეთი და მივიღებ. მისცეთ ფორმები კარგია. მახსოვს ერთი პიროვნება, რომელსაც დიდი სირთულე ჰქონდა ძალიან და ჩემთვის ავტორიტეტია ეს პიროვნება. მახსოვს რომ მივედით ერთხელ და თქვა, ახლა უნდა ვილოცოთ დადგა მუხლებზე ჩემთან ერთად. მოდი ვილოცოთ, გთხოვთ ძმაო, ვილოც დავიწყეთ ლოცვა. პასუხი არ მოვიდა. იმიტომ რომ ჩემი მუხლებზე მოდრეკილი ლოცვა, ჩემი სწორი ლოცვა, ჩემი ყოველ, აი როგორ ვთქვა, პროგრამულად არც ერთხელ არ გამიცდენია ისეთი ლოცვა. ყველა ჩვენი სიქველე ისაა წინასწარმეტყველის 64:5 ამბობს. მისი მიმართ ყურადღებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ჩვენი სიქველე, რომლითაც ვფიქრობთ რომ ღმერთის ყურადღებას მივიღებთ და აი კარგის გამო ღმერთი მოვა, კარგს რო დაინახავს, ახლა კარგად მოექცევა და კარგად უპასუხებს. დასრული სამოსელვითაა წერია. და ჩვენ ვილაპარაკეთ რა სამოსელზე არის აქ ლაპარაკი. იცოდე რომ ღმერთს უნდა ერწმუნო. აი ამიტომ ვლაპარაკობ რომ თუ მორწმუნე იქნები, უნდა გაუგუნურდე რომ დაბრძანდე. არაფერი გავაკეთო და ყველაფერს მივიღებ? მიიღებ. იმიტომ კი არა რომ გეკუთვნის. იმიტომ რომ ის დაინახე დიდებული. მისით ხარ გაოქცებული და ღმერთო რა დიდებული ხარ. დიდებულია ჩვენი უფალი და ყველა ხარ დია და შენ მასზე გაქვს მთელი ყურადღება გადატანილი რომ დიდებულია ჩვენი ღმერთი და შენ გაქვს რწმენა ღმერთისა და ბევრი ფიქრობს რა არ გავაკეთე, როგორ არ ვიცხოვრე, როგორი ადამიანი იყო, რა დამიშავებია ცუდი და მართლა შეხედავ ადამიანმა იცხოვრა ფეხაკრეფით. შესაძლებლობა ქონდა საყვარელი გაეჩინა. აი მე უყურე გარდამეცვალა ახალგაზრდა რო ვიყავ ერთი ამბოს. შემეძლო იმდენი პაკლონიკი არ ვიკადრე, არ ვაკადრე, მაგრამ შეხედე ზოგიერთად, შეხედე როგორ ცხოვრობენ, მაგრამ იმათო ეს არის სამართალი და ხედავს რომ თვითონ ავად გახდა, იქით პრობლემები აქვს, რატომ არ მოვიდა და ცხოვრებაში ვინც მიიღებს მადლს იმეფებენ ცხოვრებაში. შენმა სიკეთემ და სიკარგემ ღმერთი ვერ გააღვიძა გამოსახმოვანებლად. რატომ? იმიტომ რომ ყველა სიქველე მტრობაა ღმერთის მიმართ. რომ გეუბნება რომ ცუდი ხარ და არ ვარგი ხარ, როგორ კარგათაც არ უნდა აჩვენებდე თავს და როგორ წმინდაც არ უნდა იცავდე თავს, მე ვარ კეთილი და ქრისტე მიგვანიშნა, არავინ არის კეთილი გარდა ერთისა ღმერთისა.
და როცა ღმერთის სიკეთეს ხედავ, როგორ მივიღო მადლი, ბერძნული სიტყვა ხარის და სიკეთეს ნიშნავს. ღმერთის სიკეთეები როგორ მივიღოთ? თუ ერთი ადამიანის დანაშაულით ყველა სიკეთე დაიკარგა ჩვენი, მაშინ ერთი იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა სიკეთე მოდის ღმერთისგან. იესო ქრისტეს მიერ, იესო ქრისტეს მოძღვრების მიერ. წეგანაც ლაპარაკობდი, შემოხაზია იასე სახლში რაღაცა და თქვი, იდექით რწმენაში, რომ დადგები რწმენაში და ღმერთის სიტყვის რწმენაში დგეხარ, მაშინ უფალი გხედავს და გეუბნება, ეს მომლოდინია მადლისა და ვინც მიიღებს მადლს, იმეფებს ცხოვრებაში ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით. პავლე მოციქულის გაკიცხვა მიმდინარეობდა მთელი თავის მორწმუნეობის გზაზე პავლე მოციქული მადლის სახარებას გადაგებდა. რომ მე მწამს მადლი და ნახეთ რა შეეუბნება ყველას, ვინც რაღაცას იცავს იმისაც, რომ კარგი გამოჩნდეს ღვთის წინაშე. თუ ვინმეს უნდა რომ კარგი იყოს, მაშინ ჯულის დაცვა დაიწყოს. თუ ჯულის დაცვა უნდა დაიწყოს, წინა დაცვეთი დაიწყოს. თუ წინა დაიცვას, მერე მთელი ჯული უნდა დაიცვას და ყველა კანონი და წესი, რაც მოსემ ბრძანა 613 კანონი იყო, რომელსაც იცავდნენ ებრაელები და ვერავინ ვერ იცავდა. ამიტომ მე პავლე, მე გალატელთა 5:2-დან ვკითხულობ. ამიტომ მე პავლე გეუბნები თქვენ, თუ წინა დაიცვათ და დაიწყებ რაღაცა უნდა დაიცვა, რომ ღმერთს სიკეთით დაანახო შენი თავი, რომ მე მოგხედოს ღმერთმა და გიპასუხოს ყველანაირი სიკეთეებით, არავითარი სარგებელი არ გექნება ქრისტესგან. და კიდევ ვუმოწმებ ყველა ადამიანს, რუსთაველებსაც, ვინც გადაგებს იმასაც, რომლებიც თუ ვინმე წესების დაცვას დაიწყებს, წინა დაცვასთან უნდა გააკეთოს და ის ვალდებული რომ მთელი ჯული დაიცვას. თქვენ რომლებიც ჯულით იმართლებთ თავს და რაღაცის დაცვით, უქრისტეოდ დარჩით და მოწყდით მადლს. ჩვენ კი სულით ველითო სიმართლის იმედს რწმენისაგან. ჩვენ რწმენით ღებულობთ მადლს. რწმენით ღებულობთ მადლს. მე მწამს იგი. რომელთა 4:5 ამბობს, ვისაც წამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს. ასეთი დიდებული ღმერთი თავის რწმენად ჩაეთვლება სიმართლეთო. თუ წამს ღმერთი ასეთი, შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი მადლით. გამართლება მადლით, გადარჩენა მადლით, განკურნება მადლით, კურთხევები ღმერთისა შვილებზე და ოჯახის წევრებს დაახლოებას მადლით, რომ შენ არაფერს აკეთებ, უსასყიდლოდ იღებ. რატომ იბადება შეკითხვა? უსასყიდლოდ. ეფესელთა წერილსაც შევეხოთ და ბევრია სალაპარაკო, მაგრამ ვილოცებთ ახლა. ეფესელთა პირველი თავი. მესამე მხოლოდ ვკითხულობ. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში, ვინც მოუბრუნდით ადამიანიდან ქრისტესკენ. ყველანაირი სულიერი კურთხევებით ზეცაში. როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში ქვეყნიერების შექმნის წინ, წმინდანები და უბიწვები რომ ვიყვეთ მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრავ ჩვენი შვილება ქრისტეს მეშვეობით თავისი ნების სათნოებისამებრ. მე-6 მუხლს დაუკვირდით. თავისი მადლის დიდების საკებრად. აქ მთავარი აზრი არის თავისი მადლის, ანუ თავისი სიკეთე, რომ განდიდეს ღმერთი რაოდენ კეთილია ცოდვილთა მიმართ, თავისი მადლის დიდების საკებრათო, რომლითაც მოგმადლა და მოგცა ყველა ეს სიკეთე ჩვენ საყვარელშიო, რომლის მეშვეობით გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება, თავისი მადლის სიმდიდრით ისეუბნება. როგორ გაქვს სიკეთეები? მადლის სიმდიდრით. მე წერია და გვაუწყაო თავისი ნება, თავისი საიდუმლო, რომელიც წინასწარ განსაზღვრა მასში, დროთა სისავსის, ანუ ქრისტეში რომ იქნება, მასში ამორჩეული ვიქენთ კიდეს მემკვიდრეებად და განსაზღვრა ღმერთმა ეს ყველაფერი თავისი ნებისამებრ და მე-12 მუხლი, რათა ვიყოთ, მოდი ყველამ გაიმს, რათა ვიყოთ მისი დიდების საკებრად ჩვენ. იცით როცა მოვდივართ აქ, ერთხელ ერთი პიროვნება მოვიდა ეკლესიაში, თუ რომ პასტორს ეუბნა, უნდა წავიდეო გალობის დროს, უნდა წავიდე, მე აქ ვერ ჩერდებიო. პასტორმა უთხრა, შენ დარჩი, ვინც ვერ ჩერდება ისავა. ვინც შიგნით ვერ ისვენებს ისავა. მე მეორეუბნა, დღესო მე განდიდება არ მომეწონავ, ერთმა თქვა.
იმიტომ რომ შენ არ გიგალობდნენ და იმიტომ ეს სიმღერა შედის არის ხო ჩვენ როცა მოვდივართ აქ მისი დიდების საკებრად ღმერთის სიდიადის სადიდებლად მოვდივართ რას ვადიდებთ მისი მადლის დიდების საკებრად მისი ვიყოთ მისი მადლის დიდების საკებრად რომელიც ქრისტეში გაიღო და იცოდეთ გქონდეს ფოკუსირება მე მწამს რომ ღმერთი მოწყალეა ღმერთი მადლით მდიდარია და ბიბლია პირდაპირ გვეუბნება როცა გაგიჭირდება ებრაელთა მეოთხე თავში მე-16 მუხლი ამბობს გაბედულად მიუახლოვდი მადლის ტახტს რომ მადლი და წყალობა დროული დახმარებისათვის გაბედულად სად არის მუხლი თორნიკე ეძებს გაბედულად მიუახლოვდი რას მოდი აქეთ გაბედულად მიუახლოვდით რას დამსახურების ტახტსო რომ დაიმსახურა შენთან ღმერთი რო ხედავ შენ სიკეთეებს არა გაბედულად მიუახლოვდი ღმერთო რა დიდებული ხარ ღმერთო არავინ ვიყავი და შენ წამომაყენე ნაგვიდან არაფერი ჩემში კარგი არ იყო და მე ვერც მე და ვერც სხვა არ ხედავ მაგრამ შენ მე მომკიდე ხელი და მითხარე შეხედე ჩემს იდეატებს ჩემს სიყვარულს შენ დამი სამუდამო სიყვარულს შეგიყვარე მე მწამს მადლს მისი სისავსისაგან მივიღეთო წაღარ წავიკითხე მე-17 მუხლი მადლი იესო ქრისტეს მიერ მე-16 მუხლში წერია მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველა მადლი მადლზე ბლაგადაც და ბლაგადაც და ღმერთს უნდა გაგვაძლიეროს მადლით და მე გარწმუნებთ როცა ჩვენ ვიქნებით მორწმუნენი აი ამ მადლისა და მივიღებთ მადლს უხვად ჩვენ შორის მილიონერები დაიბადებიან ჩვენ შორის ჯანმრთელი ხალხი იცხოვრებს წარმატებული ხალხი იქნება სიკეთეები გვექნება ყველაფერი და ეს იმიტომ რომ მე არ ვაცდენდი კვირა დღეს როგორც კი ამ აზრს დაუშვებ შემტერი ხდები ღმერთის ეს იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია თავისი მადლით იმდენი სიკეთეები მოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში რომ ჩვენ კი არ ვიყოთ დათრგუნულები ეშმაკის მიერ იმეფებენო ცხოვრებაში აი ამ დედამიწაზე ერთის იესო ქრისტეს მეშვეობით. Წამოდიქით ჩემთან ერთად. მე დღეს ორ სიტყვას შევეხე. მადლს და რწმენას. რწმენას წინამსახურებაზე ვილაპარაკე რწმენით მადლის მიმართ. მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. გაბედულად მიუახლოვდი მადლის ტახტს, რომ წყალობა და მადლი დროული დახმარებისას ბიბლია მოგვიწოდებს მადლის მიღებისკენ.